არსებობს კონკრეტულად რამოდენიმე ტიპის ადამიანები, ვისაც არ ვენდობი. მაგალითად ტიპებს, ვინც გეუბნება რომ არ ინერვიულო, რადგან გამოსავალს აუცილებლად იპოვიან. იმიტომ რომ ამ ყველაფერს უმეტესად ორი შესაძლო შედეგი მოყვება. მართლა გამოვა რაღაცა და პრობლემას გადაგიჭრიან, ან მომდევნო 3 სამუშაო დღე მოუნდები იმაზე უარესი პრობლემის მოგვარებას, რაც იქამდე გქონდა. თლად ჩემთვის არა, მაგრამ უმეტესობისთვის Ferrari-საც აქვს გეგმა ბოლო 20 წელია. იტალიელები, რომლებიც საერთოდ არ არიან ერთი ჩვეულებრივი გუნდი ფორმულა 1-ში. თავს დავდებ რომ Ferrari არის ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მილიონობით დოლარი დახარჯოს, ყველაზე ჭკვიანი ხალხი შეკრიბოს პლანეტაზე, ააწყოს მანქანა, რომელიც დაფრინავს და ამის პარალელურად ვიტალი პეტროვის უკან გაეჭედოს ყველაზე კრიტიკულ მომენტში. Ferrari შეუძლია აწყოს საუკეთესო ძრავი, შასე, მოიყვანოს შუმახერი, ალონსო, ფეტელი, ლეკლერი, ჰამილტონი და მერე ვიღაც ერთი თანამშრომელი ადგება, შეხედავს რბოლას, ჩემპიონატს, ამინც 20 სხვადასხვა ეკრანს და მჭერმეტყველი სახით იკითხავს, ახლა რა ვქნათო. აი მან იწყება ნამდვილი ჰორორი. სკუდერიას მტერი არასდროს ყოფილა Mercedes-ი, Red Bull-ი, McLaren-ი, ტექნიკური გაუმართავობა, ან თუნდაც უიღბლობა. Ferrari-ს უდიდესი მტერი თვითონ Ferrari-ია, როდესაც 4 წამში აქვს გადაწყვეტილება მისაღები. და უცებ არსაიდან Formula 1-ის რბოლა Discovery-ს გადაცემად იქცევა, სადაც სასოწარკვეთილი ანტილოპა ლომისგან ცდილობს გაქცევას. ფაფარაყრილი ლომი ბუჩქებიდან ცდილობს პოტენციურ სანოვაგესთან მიახლოებას. საშინელებას აღარ არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საშინელება როდესღაც იწყება და სადღაც მთავრდება. ძრავი აფეთქდა? არა უშავს. პილოტი დაიმტვრა? არა უშავს. საბურავი გაცვდა? ვის არ მოსვლია? პირელის C3 საბურავი მრგვალია და ყველაფერი ხდება. უბრალოდ ესენი ისეთ რაღაცას გააკეთებენ, რასაც რეალურად ვერ მოიფიქრებ და სანამ გამოშტერებას დაამთავრებ, რაც გააკეთეს, უარესს აკეთებენ. და ეს ყველაფერი იმაზე დიდი ხანი არ გრძელდება, ვიდრე ჩემი არხის ზოგიერთი მაყურებელი და თითქმის მეც. 2006 წელი Ferrari-ისთვის მშვენიერი იყო. შუმახერი კარგად გამოდიოდა. სეზონში 18 რბოლიდან 9 მოიგეს. მანქანა კარგი იყო. ყველაფრისთვის იბრძოდნენ. უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში Ferrari დაემართათ. მონაკოს გრან-პრიზე რასკაში ბატონმა მიხაელ შუმახერმა უბრალოდ გააჩერა მანქანა. ვითომ შეცდომა დაუშვა და ალონსოს წრე გაუფუჭა. სტიუარტებმა ბარონი ჩამოიღეს პოულიდან და უკან გადასვეს. რამაც საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა ძვირფასი ქულები დააკარგვინა წითლებს. მერე იყო იაპონიის გრან-პრი. 37 წრემდე შუმახერი მშვენივრად ლიდერობდა რბოლას და ჩემპიონატსაც და უცებ ძრავი გათავდა. პირველი შემთხვევა იყო 2000 წლის საფრანგეთის გრან-პრის მერე, როდესაც ტექნიკური გაუმართავობის გამო გამოეთიშნენ რბოლას. ალონსომ ის რბოლა მოიგო და შეარყია მერვე ტიტულის მოგების შანსები. ბრაზილიაში სეზონის ბოლო რბოლაში შუმახერს საწვავის სისტემა გამოუვიდა მწყობრიდან კვალიფიკაციაზე. დრო ვერ აჩვენა და მიათედან მოუწია დასტარტვა. რბოლის დროს კიდე ფიზიკელასთან პაექრობის დროს საბურავი გაუწდა და ისე უკან გადავარდა. საბოლოოდ კიდე იმ მარტივი პრობლემების გამო Ferrari-მ კონსტრუქტორები დაკარგა, შუმახერმა კიდე პილოტების მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 2007-ში კიმი რაიკონენი მოიყვანეს, გოუთი კაცი და შეუწყვილეს Felipe Massas. კონსტრუქტორები მოიგეს და პილოტებიც. ძალიან კარგად დაპროექტებული მანქანა, რომელიც Bridgestone's საბურავებით იდეალური იყო. და ეს ყველაფერი აღმოჩნდა ჯოკერი McLaren-თან ბრძოლაში, მაგრამ როდი ყოფილა Ferrari ფერარობების გარეშე. ევროპის გრან-პრიზე რინგის ეტაპზე წვიმაში Felipe Massa გაცვეთილ მშრალ საბურავებზე დატოვეს. მაშინ როდესაც დანარჩენები ინტერებით მოძრაობდნენ. მოგებული რბოლა Felipe-ს ალონსომ ამოაცალა ჯიბიდან. იაპონიის გრან-პრი, ფუჯის ტრეკი და ისევ წვიმიანი ეტაპი. რბოლას ვიწყებთ უსაფრთხოების მანქანის უკან. ვია ყველა გუნდს უგზავნის დირექტივას, რომ დაიწყონ საწვიმარი საბურავებით რბოლა. გუნდში ვიღაცას ამის წაკითხვა დაავიწყდა და გარდამავალი საბურავებით დაასტარტინეს ორივეს რბოლა. ორივე რასაკურველია პელეტონის კიდეში გადავარდნენ. კიმიმ პოდიუმამდე ამოსვლა მაინც მოახერხა, მასა კიდე მე-6 ადგილს დასჭერდა. კითხვა და ლაპარაკი რო სცოდოდა გუნდში ვინმეს, დიდი ალბათობით ერთ-ერთი მაინც მოიგებდა რბოლას. 2008 წელი გახდათ Ferrari-ს ჩემპიონობის ბოლო წელი. მას შემდეგ 18 წელია არსად არაფერი არ მოუგიათ. ნორმალური კარგი მანქანა და როგორღაც მხოლოდ ერთი ქულით წაგებული ჩემპიონატი. ასრემლებული Felipe Massa, აგრესიული Ferrari-ს მექანიკოსი და მოხტუნავე ნიკოლ შერზინგერი. მონაკოს გრან-პრის პირველ-მეორე ადგილიდან რო იგებ, ერთი მანქანით ხომ მაინც უნდა მოახერხო რბოლაში მოგება. არა, რბოლის დაწყებამდე 3 წუთით ადრე ყველას უნდა ეყენოს ის საბურავები, რითაც რბოლა უნდა დაიწყონ. Ferrari-ში კიმი რაიკონენზე საბურავების დაყენება დაავიწყდათ და ამის გამო drive-thru-ზე შეასეინეს ფინელი. რბოლის ლიდერი Felipe Massa შეცდომას უშვებს სენდევოში და გარეთ ვარდება. გუნდმა ახლა ჩვენი ჯერიაო და მთლიანი რბოლა ერთ პიცზე გაუწელეს ბენზინის ჩამატების გარეშე, გარდამავალ საბურავებზე, მძიმე მანქანით და ასე რომანტიულად ელოდა Felipe Massa წვიმას, რომელიც არა და არ მოვიდა. მერე ლუისი გამოშა და რბოლა მოიგო. უნგრეთში ძრავის პრობლემების გამო გამოეთიშა Felipe 3 წრით ადრე რბოლას. ევროპის გრან-პრიზე ვალენსიაში პისტოპის დრო შუქნიშანი გამოვიდა მწყობრიდან. მწვანე აუნთო გამოვიდა მასა და Force India-სთან სახიფათო მოქცევის გამო დააჯარიმეს. ამავე რბოლაში კიმი რაიკონენმა ბენზინის შესასხმელის შლანგი და გუნდის წევრი გაასეირნა. საბოლოოდ ძრავი გამოვიდა მწყობრიდან და რბოლას გამოეთიშა. მაგრამ ყველაფერმა პიკს სინგაპურში მიაღწია. რა შეიძლება მოხდეს, ხო? მეტეორი დაგეცეს, მკითხავმა ცუდი დღე გექნება და სახლიდან არ გახვიდეო, მეზობელმა წყალი ჩამოგიშვას. შენ წინ მანქანა უწყინა სიტუაციაში დაიმტრეს, დაამტრიონ.
ისევ შუქნიშის პრობლემა. მწვანედ ნათდება შუქი, რბოლელი მიდის და სასწაულებრივად მიაქვს ბენზინის ჩასასხმელი შლანგიც. მეორედ, გააჩერა, გუნდელები მივიდნენ, ამოაძრეს და გაუშვეს. ამის მერე დატრიალებაც მოასწრო და მე-13 ადგილს დასჭირდა მასა. ერთი ქულით წააგო ბრაზილიელმა ეს სეზონი. სადღაც ამდენი შეცდომის დაშვების მერე ერთი ქულა რო აეღოთ, ლუისი დღეს 6 გზის მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა. ამას მონტაჟში 7 დავაძერ და ვიღაცებს გავუხარდებათ. ეს ფოტო ხო არ შევცვალო ისე უკან, მაგრამ თუ მთელი ვიდეო იყოს. მთელი ვიდეო იყოს. ამის მერე დაიწყო ის დაღმასვლა, რომელსაც ფერაროლოგები ისტორიაში დიდი ფერარის დაცემით მოიხსენიებენ. 2009 წელი. მანქანა უბრალოდ საშინელება იყო. მე-4 ადგილი კონსტრუქტორებში, კიმი მე-6-ზე. მასა მე-11-ზე, იმიტომ რომ ბოლო 8 რბოლა გამაზა. ვის არ მოხვედრია პრუჟინა თავში. გამაზული სტრატეგია და საბურავების უაზრო წვეთა ავსტრალიაში. მშრალ მალაიზიაში საწვიმარ საბურავებზე გადაყვანილი კიმი რაიკონენი, რომელმაც მშრალ ტრეკზე იმდენი იარავეთებით, მართლა რომ გაწვიმდა უკვე გაცვეთილი ჰქონდა საბურავები და ახლიდან მოუწია დაპიტვა. შემდეგი წლიდან გადაწყვიტეს, რომ პილოტი იყო პრობლემა და კიმის მაგივრად ადგილი ფერნანდო ალონსოს გადაუღწეს. დიდი კამბექი, მე-3-ზე გავიდნენ. მანქანა სწრაფი არ იყო, უბრალოდ კარგად განავითარეს და ალონსო რაზეც არ უნდა დასვა, მაინც ალონსო რო იქნება, ეგ ვიცით ისტორიულად. ესპანელი სამურაი მეორე-ზე გავიდა სეზონში. ალბათ ფერარის იმ წლის ბოლოდმა გვაჩუქა ყველაზე ფერარი მომენტი ფორმულა 1-ის ისტორიაში. მაშინ, როდესაც ესპანეთში ფელიპე მასა გალაპულ HR-ს ასწრებდა და შემთხვევით ფრთა დაიზიარდა. ოღონდ ამ ყველაფრით მანქანა უფრო აჩქარდა. ტიპები, რომლებიც მანქანის აჩქარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, ფელიპე მაჩვენა როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს რეალურად. Title Decider-ით ჩავედით აბუ-დაბიში. ტრასაზე, სადაც ესპანელს უბრალოდ მე-4 ადგილზე უნდა დაეფინიშებინა, რომ ჩემპიონი გავხდარიყო. როდესაც ვებერს დააპიტინეს, მე-11 წრეზე ალონსო ანდერკატის პარანოით შეაგდეს ბოქსებში და გამოიყვანეს იმ ხალხზე უკან, ვინც პირველ წრეზე უსაფრთხოების მანქანის გამო დაპიტა. ვიტალი პეტროვის უკან გაჭედეს ალონსო. და იმის გამო, რომ იმ წლის ფერარის დიდად ტოპ სპიდი არ უარგოდა, იას მარინას სწორმონაკვეთებზე რენოს ვერ გადაუსწრეს. ესპანელი 40 წრე გაიჭედა რუსის უკან და საბოლოოდ მე-7 ადგილზე დაასრულა ბოლა. ჩემპიონატი კიდე მეორე-ზე. შემდეგი სეზონი ჩაუვარდათ. 2011-ში მანქანა ნორმალური იყო, მაგრამ უბრალოდ ის RB7 იყო მიუწვდომელი. იმდენად მიუწვდომელი, რომ ფერარიმ იმ სეზონში მარტო ერთი რბოლა მოიგო. 2011 წელი იყო ის პირველი სეზონი, სადაც სერიოზულად დაფიქრდა ფერარი იმაზე, რომ პრობლემა მატჩი იყო და ასე ალონსოს სასწაულებზე დიდი ხანი ვეღარ გაჩერდებოდნენ. ნორმალურ მანქანას თუ ვერ გააკეთებდნენ. მშრალ სულ კანადის გრან-პრიზე ფერარიმ გამაზა წერტილი საბურავების შეცვლის და ალონსო ამის გამო ჯენსონ ბატონს დაეჯახა. ახალი სლიკებით. სველ ტრეკზე. 2012 წელს მთელი სეზონის განმავლობაში სებასტიან ფეტელი ერთი შეხედვით უკეთესი იყო ალონსოზე, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბოლო რბოლის მერე მათ შორის სხვაობა მხოლოდ 3 ქულაღა იყო. სამად რო გავყოთ ეგ სეზონი დასაწყისში F2012 საერთოდ არ იყო საუკეთესო მანქანა, მაგრამ ალონსოს თანმიმდევრობით მაინც შეძლეს მალაიზიის და ვალენსიის რბოლების მოგება და 34 ქულიანი გეფის დაჭერა სებასტიან ფეტელთან. 34 ქულას იგებდნენ. მე-11 ადგილიდან მოგებული ვალენსია ალბათ ფერნანდოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი არის, რაც უკეთებია. მეორეს მხრივ ფეტელი არ გავდა საერთოდ ჩემპიონობისთვის მადევარ ტიპს. მაგრამ თუ თვითონ არ აფუჭებენ საქმეს, დედაბუნება მაინც მოულენს განსასწრებს. ან ვიღაც დებილს. წინაზე დამიწერეს რომან გროჟანზე თქვი რამეო და ნებით რომან გროჟანი. ფრანგმა დაამტრია ალონსო, ჰამილტონი და პერესი. მერე იაპონია იყო, სადაც ალონსო ამჯერად კიმი რაიკონენმა წაიყვანა. კიმი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლო ჩემპიონად დარჩენილიყო ფერარიში. და უცებ არსაიდან ალონსოს ყველაფერი კონტროლ ქვეშ აქვს. გადაიქცა იმად, რაც ბოლო წლებში რამოდენიმეჯერ ვნახეთ. Red Bull ჩემპიონატში მოგსდევს და ვერაფერს ვერ აკეთებ. სეზონის მეორე ნახევარში ფეტელმა ჰამერ თაიმი ჩართო და სინგაპური, იაპონია, კორეა და ინდოეთი გადააბა. ალონსო იქ საწყლად თავისთვის პოდიუმებს იღებდა. და ასე მივედით ბრაზილიამდე, სადაც 13 ქულა ჰქონდა ამოსაღები ალონსოს. 13 ქულა ძალიან ბევრია. მაგრამ როდესაც პილოტი პირველი მეცრეზე ტრიალდება, რაღაცეების შანსი არსაიდან გიჩნდება. მაგრამ Red Bull-მა თავის უკანა ეზოში პერფორმანსი დადო და მე-6 ადგილზე დააფინიშა. ამ ყველაფერმა კიდევ გვაჩუქა გენიალური ფოტო ფერნანდოს შესრულებით, რომელსაც რორამე მაიკაზეც მიაპრინტავდა კაცი. პუტინ თიმ რაშას დაპრინტულ კროსვორდის პრინტიან წმინდა გიორგის 6000 რუბლიან ზედას ჩემი აზრით აჯობებს. და რამაც რატო ვახსენებ საერთოდ? მეც ახლა პუტინ რეისინგ თიმის დიმიტრი გვაზავა არ ვიყო. სამაგეროს ვახსენებ იმათ, ვინც ფულს მიხდის ამაში. და გეტყვით, რომ საერთოდ არ ჭირდებათ ფერნანდო ალონსოთ ყოფნა და წუწუნი იმაზე, რომ თქვენი მანქანა რაღაც ვერ არის და ეგებ ვინმემ რამე უშველოს. თავს დავდებ, რომ დღეს საქართველოში უკეთესი მანქანის ხელოსნები არსებობენ, ვიდრე ფერარის ყავდა ზოგიერთ სეზონში. ამ ხალხთან კიდე თქვენ მანქანას ქაროს გამოსწილი ავტოასისტენტი მიიყვანს. დეტალურ რეპორტს შეგიდგენენ და გეტყვიან რა სჭირს მანქანას. და განსხვავებით ალონსოსგან, Understeer Oversteer-იან მანქანას არ გამოგადანენ და არც თქვენ მოგიწევთ დილით ამ სახით ყურება. 2013 წელიც კარგი ჰქონდა სხვათა შორის. კონსტრუქტორებში მეორეზე გავიდნენ, პილოტებშიც მეორეზე. მოგებული ჩინეთი და დომინირებული ესპანეთი. ეს იყო სხვათა შორის ბოლო მოგებული რბოლა ფერნანდოს კარიერაში. 33 მოდის.
უბრალოდ ისევ Red Bull-მა ისეთი გააკეთა სეზონის მეორე ნახევარში, 3 ფერნანდო ალონსო რო ყოლოდა ფერარის, მაინც ვერაფერს ვერ ისავდნენ. სებასტიან ფეტელი, რომელმაც ზედიზედ 9 რბოლა მოიგო, ფიზიკურად არავისთან არ წაგებდა იმ ტიტულს. და ალბათ იმ რეკორდსაც Red Bull-ს უარესი ავადმყოფი ბავშვი რო არ გაეზარდა. ფერარის უდიდესი პრობლემა საბურავები იყო იმ სეზონში, რომელსაც ვერ მოერგნენ იტალიელები. ხოლო მეორე პრობლემა ისევ თავად გახდნენ. მალაიზიის გრან-პრიზე ფეტელს უკრინდან დაიჯახა ალონსო და წინაფრთა დაიზიანა. გუნდს ეგონა რომ 2010-ის მასას გაიმეორებდნენ და უფრო აჩქარდებოდნენ. არ შეუცვალეს ფთა, რომელიც ჩაილეცა და წინა საბურავებს შეუვარდა. ალონსო კიდე გაიხრეშა. 2014 წელი იყო ახალი რეგლამენტის წელი. პირველად დაემატათ გუნდებს აუცილებელი ჰიბრიდული სისტემა, თავისი MGU-A და K აგრეგატებით. ბოლიდის წინა ნაწილი აღჭურვეს ფულროდ დაკიდებით, რამაც საბოლოოდ მართვაზე სერიოზული პრობლემები შექმნა. ბოლიც Understeer და Oversteer ერთად ემართებოდა. მასა კიდე კიმი რაიკონენით ჩაანაცვლეს. ამ დუომ კიდე შეძლო 1993 წლის მერე პირველად ჩაამთავრა ფერარისთვის სეზონი ისე რომ ერთი გრან-პრიც ვერ მოიგეს. არა უშავს, კიდევ იქნება ესეთი სეზონი. ები მომავალში. ესპანეთში ფეტელმა დაანდერქათა. ბელგიაში Formation Lap-ამდე მანქანა ვერ დაქოქეს და პერემიჩკებით მოუწია გუნდის წევრს დაქოქვა, რაზეც ჯარიმა იგიდეს. რუსეთში ალონსოს პიტი გაუფუჭეს, რაიკონენს ბრაზილიაში. სინგაპურში პოდიუმი დააკარგინეს ალონსოს უსაფრთხოების მანქანის უკან ცუდი სტრატეგიით. გაჭირებულ კაცს ქვა ჰანგარ სტრეიტზე რომ მიეწევა, ეგ გამოთქვა ხო იცით? არც მე არ ვიცოდი ამ წელს მოიგონე. სილვერსტოუნის რბოლაზე, როდესაც ალონსო ჯენსონ ბატონს ეპაექრებოდა, შემთხვევით ბატონის მანქანიდან ქვა აისხლიდა და ამას უკანა ფრთაში გაერჯო. საიდანაც ნორმალურ დაუნფორს ვეღარ იღებდა ესპანელი. 2015 წელს შედარებით უკეთესი ჰქონდათ. ფეტელი დაიმატეს, მანქანა უფრო ადეკვატური გახადეს. კონსტრუქტორებში მეორე, პილოტებში მესამე და მეოთხე. 3 რბოლაც მოიგეს, უბრალოდ ისევ ფერარები. ავსტრალიაში რაიკონენს უკანა საბურავები ვერ გაუკეთეს. კანადაში პოდიუმისთვის ბრძოლის დროს რაიკონენი დატრიალდა. უნგრეთში პირველ-მეორეზე მიდიოდნენ და ისევ კიმი რაიკონენის ჰიბრიდული სისტემა გაფუჭდა. ისე ახლა დავფიქრდი და უეჭველი ასაბოტაჟებდნენ კიმის და ფეტელს აპრიორიტეტებდნენ. საწყალი როგორ განიცდიდა ალბათ. It's more like a hobby for me, so obviously I don't need to do it if I don't want. აბსოლუტ სინემა 2016-ზე გადავიდეთ ახლა. ავსტრალიის გრან-პრი. ფეტელი იბრძვის მერსედესებთან გამარჯვებისთვის. ესტებან გუტიერესის და ალონსოს ავარიის მერე წითელ დროშებზე ფეტელი დაწვეს ბოლო გზელი სტინტისთვის სუპერსოფტ საბურავებზე. ვერ გაუძლო და ბოლოს მესამე ადგილზე გავიდა. ავსტრიაში გახეთქილი საბურავი, რაიკონენის გაფუჭებული პიტი გერმანიაში. კანადის პარანოიის მერე რომ ჰამილტონს აღარ დაიანდერქათებინა ფეტელი იაპონიაში ახლა დიდი ხანი დატოვეს. შედეგი მაინც იგივე. მონცაზე შეიყვანეს და ისევ პიტსტოპი გაუფუჭეს. შეიძლება პოდიუმი არ დაუკარგავს, მაგრამ დრო ხო დაკარგა. 2017 წელი იყო ალბათ ბოლო პერიოდებიდან ერთ-ერთი ისეთი სეზონი, სადაც ფერარის რაღაცის მოგება მაინც შეეძლო. სეზონი კარგად დაიწყეს, ავსტრალია მოიგეს. ჩინეთი ოკეი, არ გაუმართლათ. ჯოვინაცი დაიმდრო და უადგილოდ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა. ესპანეთის კაინუ მერსედესი უკეთესი მანქანა იყო, მაგრამ ბაქო იყო ძალიან უცნაური. უსაფრთხოების მანქანის უკან ლუისი აჩერებს ბოლიც და უკინდან ფეტელი ეჯახება. რა უნდა გააკეთოს ხო აქ მბრბოლელმა? კი, გამოვიდეს და მიარტყას თავის კონკურენტს გვერდიდან. ზუსტად. და 10 წამიანი ჯარიმას აარტყეს. ისევად მერსედესაც კაი ფერარი დაემართა. ლუის ჰედრესტი ძრებოდა და პიძა შეიყვანეს ჩასამაგრებლად. და სინგაპური 2017. ფერარის ერთ-ერთი უდიდესი შავი ლაქა ბოლო 20 წლეულში. ფეტელი პოულზე, კიმი იქვე მეოთხეზე. ძალიან მაგარი სტარტი ფინერის და უწებისი აღმოჩნდა, რომ პატარა მაქსი დასენდვიჩ და 2 წითელ მანქანაში. და სამივე გადავარდა ტრეკის გარეთ. ზოგი დაშლილი, ზოგი არც თუ ისე დაშლილი. ტექნიკური პრობლემები იაპონიაში და მალაიზიაში და საბოლოოდ 46 ქულით წაგებული ჩემპიონატი. მაგრამ ფარხმალი არ დაყარეს და 2018 წელს SF71H-ით შეუვარდნენ ჩემპიონატს ფეხებში. სება 5 რბოლა მოიგო, კიმი მე-1. და კონსტრუქტორებში მაინც მეორეზე გავიდნენ. თავიდან კარგად დაიწყეს და მერე სტანდარტულად გაჯოჯოხეთ და ნელ-ნელა ყველაფერი. გაჯოჯოხეთ და ახალი ზმნა არის სხვათაშორის, რომელიც ამ წამს მოვიფიქრე. გაჯოჯოხეთ და ის ჩინეთსაც იგებდნენ, მაგრამ იმ ავადმყოფმა ისეთი უქმეები შემოატრიალა, მაგას ცალკე 20 წუთიანი ვიდეო დაჭირდება. ფეტელი მაქსმა დაამტრია და ბოლოს მერვეზე გავიდა. სების ძალით წაგებული ბაქო, ისევ ესპანეთი, ისევ ვერ გათვლილი პიტსტოპი და ისევ მეოთხე ადგილას ფინიში. ავსტრიაში სები კვალიზე საინსის შეფერხების გამო დააჯარიმეს. გერმანიაზე ვილაპარაკო. ხა უძლებს ჩემი და თქვენი სათუთი ნერვები ამ უქმეების კიდევ ერთხელ გახსენებას? სებასტიან ფეტელი საკუთარ კედლებში ქვაზე არტოვებს. ტოტოს კვალიზე თავში აშინებინებს ხელებს, ლუის მანქანა უფუჭდება და უბსკრულიდან იწყებს რბოლას. კვირას ყველაფერი ისე მიყავს, როგორც ნამდვილ ჩემპიონს ეკადრება და მერე წვიმს. სწორედ ეხა წვიმს გარეთ. ჰერპინი გადამუხრუჭება და ბარიაში შესვლა. აი ამის მერე გათქვა სებასტიან ფეტელი. და ამის მერე აღარ გვინახავს ის ადამიანი, ვინც ქვაზე და ბოლის ტრეკზე არტოვებდა. იაპონიის კვალიფიკაციაზე ბორბლები ვერ დაამთხვიეს ამიც. ინტერებით გაუშვეს მშრალი იყო. შემოიყვანეს სლიკებზე გადაწვეს და მერე წვიმა დაიწყო. მონცაზე პირველი ვეწრეზე დაატრიალა გერმანელი ლუისთან კონტაქტმა. სინგაპურში კიდე ჰამილტონმა ისეთი გააკეთა, ფერარის ჯოჯოხეთებს ვერ ვაკადრებ მაგ ვიდეოს ბოდიში. 2019 წელი და ისევ მეორე ადგილი კონსტრუქტორებში. მაგრამ უკვე ამჯერად ფეტელით
და შარლ ლეკლერით. ამჯერად ბოლო წლებისგან განსხვავებით ავსტრალია ვეღარ მოიგეს. სამაგიეროდ ბაჰრეინის მოგებასთან იყო შარლი ძალიან ახლოს, თავის მეორევე რბოლაში და უცებ ძრავი გათავდა. პრობლემა ბენზინის შეფრქვევის სისტემა იყო და 3 ცილინდრზე და პერებოიზე მუშაობდა ბოლიდი. არინერვიულად მოაგვარეს ეს პრობლემა. რა მაგრად მოაგვარეს იცით? ვიდეოს მაგაკეთებული და ნახეთ. ბაქო და ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იკონური ფრაზა შარლის შესრულებით. მას შემდეგ რაც სასახლიდან გამოსაძრობი გახდა. არანაკლებ ცნობილი კანადა, სადაც ფეტელი გზიდან გადავარდა, დააჯარიმეს და მოგება წაერთვა. ჩემი აზრით დასაჯარიმებელი იყო. მაშინაც და ეხლაც. პატარა გიორგიც ამას ფიქრობდა და ცოტა დიდიც. გერმანია და ბოლიდის პრობლემები. ფეტელი მეოცედან სტარტავს შარლი მიათედან. მერე წვიმა ქაოსი მეორედ მოსვლა და შარლი ილეწება ბოლო მოსახვევში. მაგრამ ამ კაცმა კინო შემოგთავაზა. ნამდვილად. კიდე კაი ნოლანი არ იყო, თორე ამ ყველაფერს IMAX-ში რო არ ვიყურეთ, გაგიჟდებოდა. მაი არაფერი არ ხდება, კაცო მოგეწყინება. ეგრე მოეწყინათ 2019 სინგაპურში სკუდერიას და პოლიდან ნალიდერებ ლეკლერს ანდერკატი გაუკეთეს ფეტელით და ბოლო მოაგებინეს კაც კარიერაში. ბრაზილიაში კიდე საერთოდ ერთმანეთი დაამდროიეს. 2020-ში კიდევ შარშანდელი ნამაიმუნარი წამოეციათ და ჩვეულებრივ ალფა ტაურის მაგვარ გუნდად დაიქცნენ წითლები. ბუდიში ალფა ტაურის და ამ სეზონში რბოლა მოიგეს ფერარისგან განსხვავებით. მერვე და მე-13 ადგილებზე გავიდნენ იმ სეზონებში პილოტები, კონსტრუქტორებში კიდე მე-6-ზე. კიდე ამ ჩემსნოებზე უნდა ვილაპარაკო. ავსტრალიაში ერთმანეთს დაიჯახნენ. სილვერსტოუნზე ისედაც გაჭირვებული კაცი ბოქსებში შეიყვანეს და მერე ტრაფიკში უფრო გაჭირვებულად გამოიყვანეს. იტალიაში მოხუჭებ-გაფუჭებულ ფეტელს უთხრეს შიანელეო. შარლზე ვერ მოასწრეს, ისე შევიდა კედელში. თურქეთში შარლმა თავისი შეცდომის გამო დაკარგა პოდიუმი. იგივე ზუსტად საჰირში. გუნდი ყველანაირად გადართული იყო ახალ გრაუნდ ეფექტზე და კოვიდის გამო ეს დაკიდებული რეკები კიდევ ერთი წლით გაეცელათ. ფეტელი წავიდა და ახლა კარლოს საინსი მიუსვეს სამგლოვიარო ჩარლს. იმოლაზე კინაღამ პოდიუმი წამოიღო მონეგას კმა, საინსმა ხრეში წამოიღო. მონაკოში მასტერკლასი ჩაატარეს. ლეკლერმა პოული აიღო. კედელს ჩაეხუტა ბოლოცდაზე, მაგრამ ხო აიღო. მაგრამ კვირას საინსტალაციო დროზე რბოლიდან 9 საათით ადრე გადაცემა და კოლოფი გაუთავდა. საინს ხომ მაინც ავიდა პოდიუმზე. ბაქოში უბრალოდ სწრაფები არ იყვნენ რბოლაში, თორე პოული აქაც მოიგეს. სილვერსტოუნზე მღვრიე წყალში თევზი ვერ დაიჭირეს და დაჯარიმებულ ლუის მაინც ვერ მოუგეს. უნგრეთის კაი დებილური ჰქონდათ. ჰქონდათ რა, საინს ჰქონდა. შარლი ბოულინგს შეეძია. სამაგიეროდ სპა ჩაამთავრეს უშეცდომოდ. 3 წრე იარეს. სოჩში ახალი ძრავი ჩააქვესკნელეს და არ იყვნენ სხვა შორის ცუდები. თურქეთში ჰქონდათ არანორმალური პერფორმანსი. შალს რადიოში რას უთხრეს, ეგ ამობეჭდეს და კედელზე გაიკარით ყველამ აბსოლუტურად. If we can keep Bottas behind P1. კი, შარლ, თუ ვერავინ ვერ გაგვასრებს და პირველზე ვიქნებით, აუცილებლად მოვიგებთ. ხატარში ის ვერ გათვალეს, რომ ხანდახან საბურავები წვდება. სამაგიეროდ ჯედაში იყვნენ სტაბილურები, სტაბილურად ნელები, მე-7 მერვე. აბუ-დაბიში კიდე კინაღამ იუკი ცუნოდა მაახია პოდიუმის საინს. და აქედან ყველანი 2022 წელს წავედით. სეზონში სადაც ფერარი მართლა კარგი მანქანა გამოიყვანა. თან გაუმართლათ იმაში, რომ კონკურენტები თუ სწრაფები ყავდა, მანქანა უბუჯდებოდათ. და თუ არ ფუჭდებოდნენ, ნელები იყვნენ. ასე მოიგეს ბაჰრეინი. იმოლაზე საინსი გაიხრეშა. ლეკლერი კედელს ჩაეხუტა. ესპანეთში შარლი რბოლას ლიდერობდა და ძრავი დაეცვა. მონაკოში უდროო-დროს ორმაგი პიტი მოინდომეს და ლეკლერის კინაღამ თავი მოაკლევინეს. ბაქოში ორი განსხვავებული მექანიკური პრობლემა დაემართათ. საინს ჰიდრავლიკა გაუფუშდა. ლეკლერი ისევ ლიდერობდა რბოლას და ისევ ძრავმა იბუთხა. სილვერსტოუნზე გადახილებთით და პრეისტორიული ჰარდებით აკეთებინეს სასწაული ლეკლერს. საინსმა კიდე ისარგებლა ამ ყველაფრით. საფრანგეთს იგებდა და გაზის პედალი გაიჭედა ლეკლერს. არაუშავ შალ. ყველა დიდებულ რბოლელს ჰქონია ტექნიკური პრობლემა პოლ რიკარზე. შეგიძლია სანდრო თავარდქილაძე შეეხმიანო და ერთად დაძლევთ ის უიღბლო პერიოდი, რაც ახლა გაქვთ. სანდრო შენ მაინც დაბრუნდი რა. უნგრეთი იყო და ის ვერ გაიგეს რომელი საბურავით უნდა ელოთ. ალპინი გამოვიდა და ყველას გვანახა რომ ჰარდები არ მუშაობს. ამათმა არ დაიჯერეს და მაინც გადააცვეს ხისტი რეზილი. გაგიკვირდებათ და იმ წელსაც წააგეს. 2023-ით რო წააგეს არც ეგ არ იყო გასაკვირი. პირველივე რბოლაში ელექტროობა დაუზიანდა შალს. მონაკოში მე-3-ზე კვალიფიცირდა. მერე დააჯარიმეს ლანდოში ფერხების გამო და 3 უკან გადასვეს კიდე. ამერიკაში პოული აიღეს. მანაც ხვებისგან განსხვავებით ერთი პიტით მოინდომეს დასვლა. მე-6-ზე გადავიდა ლეკლერი. ბრაზილიაში მეორე დაიწყებდა რბოლას და გამახურებელ წრეზე ჰიდრავლიკა გაუფუშდა და კედელში შევარდა. ვეგაში საინსმა პრაქტიკებზე კანალიზაციის ჭაამოაგდო და მთლიანი ქვედა ნაწილი მიწასთან გაასწორა. მაგ დღეს კალკულუსის გამოცდა მქონდა და ძალიან კარგ ხასიათს მივედი დილის 9-ზე უნივერსიტეტში მახსოვს. კაი, ის ვახსენოთ, რომ საინსმა სინგაპური მოიგო და ძალიან ჭკვიანია და მხოლოდ მან შეძლო იმ წელს Red Bull-ის გარდა მოგება და ძეგლი დაუდგა და რა ბედნიერია რებეკა დონალდსონი და 2024 წელს ზუსტად 2 კვირაში მონაკოს მოგებიდან კანადაში სასწაული დაიმართეს. კვალიფიკაციაზე ინჟინერებმა ორივე მანქანაზე დაბალი წნევა დააყენეს საბურავებზე. ამათმა ვერ გაახურეს და Q2-ში ჩარჩნენ. კვირას ლეკლერის ძრავს კომპიუტერზე პრობლემა შეექმნა და 80 ცხენით ნაკლებით იარა. საინსმა ძირი დააზიანა და საბოლოოდ ორივე გამოიტიშა. სილვერსტოუნზე ლეკლერი ვეთებით მშრალ ტრეკზე ატარეს და მერე პლუს პიტი დაჯირდა. მე-14 ადგილზე დააფინიშა. ბაქოში ზედიზედ მეორე პოული აიღეს.
მაგრამ სეტაპი მარტო კვალიფიკაციაზე გათვალეს. მერე ოსკარმა სასწაული გადასწრება წამოიღო და იქეთ მეორე მხარეს საინსმა წამოიღო პერესი. 2025 წელი საინტერესოდ დავიწყეთ. წვიმიანი ავსტრალია ლუისის პირველი რბოლა წითლებში. ტრეკი შრება, მერე ისევ წვიმს, მერე ისევ შრება, მერე ბოლო წვიმის დაწყებამდე ამათ წითელ კოჭებს ვერ უგორებთო და დატოვეს SS ლიგებზე. ვასერმა გავრისკეთო, მაგრამ ვერ დავლიეთო შამპანურიო. მე-10 და მე-8 ადგილები. ჩინეთში ორმაგი დისკვალიფიკაცია. შალს მინიმალური წონის გამო, ლუის ძირის ხეხვის გამო. ცუდი ვიდეო მაქვს ხოთროს მაგაზე გაკეთებული და შეგიძლიათ არ უყუროთ. სილვერსტოუნზე ისევ წვიმა და ისევ შიზოფრენია. შალი გამახურებელ წრეს ეუხევს ბოქსებში, რომ სლიკებზე გადავიდეს. წვიმა ძლიერდება და ისედაც უკან გადაგდებული შალი პიტავს ინტერებზე. ლუისმა დაიწყო და დაამთავრა მე-4-ს. ლეკლერმა მე-14-ს. უნგრეთში 1 პიტი ვერ იმყოფინეს და 2 თიარეს. სხვება 1 და აჯობეს. ზანდვორტის ეტაპი ჩვეულებრივი მიიღო. ჯერ 1, მერე მე-2. შალი ჩამოჯდა და იქ ჩემ ვიდეოებს უყურებდა ალბათ. არ ვიცი ვერ გეტყვით. და 2026 წელიც მოვიდა. ტექნიკური რესეტი, ახალი მანქანები, ახალი ფერარი, ავსტრალია, პირველი რბოლა, ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა და არც ერთი პილოტი არ შეყავთ ბოქსებში. ჩინეთი, იაპონია ნორმალურად იარეს, ხოლო ბარსელონა მოიგეს. მოიგეს რა, ლუისმა მოიგო. თორე იმან იმასქნა. სამაგერო სილვერსტოუნზე მოიგო, ავსტრიაში მოკვდნენ და უნგრეთში ზაფხულის ძილს მიეცნენ. როგორც ჩვენ ყველანი. ეკიხო დავიღალე. აი ეგ არის ფერარი. გუნდი რომელიც ვერც იმას იქებს ამინდი როგორ მუშაობს და ვერც იმას საბურავები როგორ წდება. აეროდინამიკა არ ჭირდებათ, ძრავი ხო აქვთ. ის ძრავი რო უფრჩდებათ. აგებენ რბოლებს სტრატეგიების გამო, პილოტების შეცდომების გამო, ცაზე-ცუდად განლაგებული ვარსკვლავების გამო და ხანდახან უბრალოდ იმის გამო რომ სხვები უკეთესები არიან. არ ვიცი რა გითხრათ და რითი გაგახაროთ. ერთი მე არ მიმუშავია ამათთან და მე არ დავშტერებულ ვარ. თორემ მეც მოვიფიქრებდი რამე სასწაულს. მაგრამ მაინც მადლობა ამ ხალხს რომ ეს კვირაც გადამირჩინეს და ვიდეოს იდეა მომაწყვეტეს. ასე გააგზავნეს ბიჭებო. ათკაზე რუავალ რამეს გიჯიგრებთ. ოღონდ ჩუბზე ვერ გაკოცებთ. ისე დიპლომატიურად დავემშვიდობოთ ერთმანეთს. თქვენს და თქვენს. აბა ჰეთ, აბა ჰოთ.